სულ მინდოდა მესაუბრა ჩემ პირად გამოცდილებაზე ისტორიაში, ხო? ისტორია არ არის მარტო შორეული წარსული, არ არის უახლესი ისტორია, ახალი ისტორია, შუა საუკუნეების ისტორია, ჩვენი თანამედროვე პერიოდიც ახლა რაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავიდა, გარკვეულწილად უკვე ისტორიად არის გადაქცეული და ისტორიული პროცესის ნაწილი არის თვითონ, ხო? მე დავით ხვადაგიანი ვარ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი. ალბათ, რა ვიცი, 10 წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობ, 2012 წლიდან მუშაობ სოულაბში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში, ისტორიას ხელით ვეხები შეიძლება ესე ითქვას ყოველდღიურად, უახლეს ისტორიას, ძირითადად ეს არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია და საბჭოთა რუსული ოკუპაციის ისტორია, უახლეს ისტორიაზეა საუბარი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ახლა ამაზე არ უნდა ვისაუბრო, ხო? ანუ ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი, ანუ რისი თქმაც მინდოდა, სულ ხან ფიქრობდი, რომ Facebook-ზე პოსტად დავწერო, ანუ ვინმეს მოუყვე და ამას რატომღაც რაღაც გარკვეულწილად ვერ ვახერხებდი. ანუ იმის მოყოლა მინდა მე თვითონ როგორ მახსოვს ჩემი თავი ამ ისტორიაში, რაც ჩვენ თვალწინ ვითარდება ახლა, ხო? აი უახლესი ისტორიის კვლევა თავისთავად დიდი გამოცდილება არის, მაგრამ ნუ მას ჩვენ უწოდებთ უახლეს ისტორიას, ესეთი არის ასე ვთქვათ პერიოდიზაცია ისტორიის, მაგრამ მაინც შორეული, ემოციურად, ფიზიკურად მაინც შორეული წარსული არის ეს ჩვენი საზოგადოებისთვის გამოცდილების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ეს არ არის გამოცდილებად გადაქცეული, გამომდინარე იმ ობიექტური პირობებიდან, რაც იყო, არ არის შესწავლილი, გაწყვეტილი არის ბევრი ემოციური თუ ფიზიკური, ესე ვთქვათ, ძაფები აი ამ ისტორიასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, დროის თვალსაზრისით ძალიან დიდი დრო არ არის გასული და ამ შემთხვევაში ამიტომ გადავწყვიტე, რომ მომეყოლა ის ისტორია, რომელიც ძალიან საინტერესოდ ემთხვევა ჩვენ, ასე ვთქვათ, თანამედროვე ეპოქას, რომელშიც ჩვენ თვითონ ცხოვრობთ დღეს, ხო? ანუ ეს არის ჩვენი დღევანდელობა, ფაქტიურად და გუშინდელი დღე. მე დავიბადე 1985 წლის 13 დეკემბერს, ანუ ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დროინდელი თაობა ვარ, ხო? აი ბოლო თაობა, ვინც დაიბადა საბჭოთა სინამდვილეში, ხო? ანუ ოკუპაციის და საბჭოთა რუსული რეჟიმის პირობებში, საბჭოთა კავშირი, ესე ერქვა მაშინ და ამას არც რეჟიმად აღიქვამდა იმ პერიოდში ალბათ ადამიანების უმრავლესობა და არც ოკუპაციად. შემდეგ უკვე 80-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა რეჟიმის ყევა, ეროვნული მოძრაობა აღმავლობის, ასე ვთქვათ, პიკში არის და მერე რა თქმა უნდა შეიცვალა ეს მოცემულობა და აღქმები საზოგადოების და ადამიანების თვალსაზრისით, ხო? ჩემი მეხსიერებას თვითონ როგორც ერთი ადამიანის აქტიური მოქალაქის, ან ისტორიის კვლევარის, როგორც შეიძლება თქვა, რომელიც მაინც ცოტა პროფესიული თვალით უყურებს ყველაფერს, ძალიან საინტერესო მომენტებს ემთხვევა. აი არ მახსოვს 9 აპრილი, იმიტომ რომ 3 წლის ვიყავი, თბილისში არ ცხოვრობდი, ქუთაისში ვიზრდებოდი და ნუ ემოციურად ხა ეს ცოტა გვიანდელი ამბავია, როცა 9 აპრილის შესახებ რაც ამბებს გებულობ, მაგრამ მახსოვს მომდევნო პერიოდი უკვე. ანუ მომდევნო პერიოდში გულისხმობ მომდევნო დღეებს, მომდევნო კვირებს, როცა ძალიან ძაფრი იყო ეს აღქმები საზოგადოების, ხო? მაგალითად სატელევიზიო გადაცემებიდან მახსოვს ეს დისკუსიები უკვე მახსოვს ის ცნობილი სიმღერა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, ანუ ეს ესეთი ასაკი არის ბავშვისთვის, რომ რაღაცები არ უნდა ახსოვდეს წესით, მაგრამ იმდენად მძაფრი იყო ეს მოვლენები და ეს ამბები, აი როგორც ძალიან ძლიერი მოგონება ესე დარჩა, ხო? შეიძლება ამ ასაკის ბავშვებს ახლა 3 წლის ბავშვს ახლა დღევანდელი ან რა ვიცი გუშინდელი პოლიტიკური მოვლენები არ ახსოვდეს, მაგრამ ეს ძალიან მძაფრი ამბები იყო. ანუ ამას უკავშირდება, მე მახსოვს მაგალითად, აი რატომღაც ყველაზე უფრო მეტად ახსენდება ამბები, რომლებსაც შევეცდით არის სოფელში, რაჭაში, აი ქუთაისში ცხოვრობდი, ბაღში და საბავშვო ბაღში დავდიოდი შემდეგ სკოლაში, მაგრამ უფრო მეტად რატომღაც აი სოფელში მომხდარი ამბები მახსოვს, აი მაგალითისთვის მახსოვს 1990 წელს უზენაესი საბჭოს არჩევნები. პირველი არჩევნები მახსოვს, აი შეიძლება ითქვას სრული მობილიზაცია იყო ადამიანების, ან მთელი სოფელი, დიდი სოფელი არის რაჭაში.
ჩემი სოფელი აი გზებზე იყო გამოფენილი, მახსოვს ბებია და ბაბუა პედაგოგები იყვნენ, მთელი ცხოვრება სკოლაში ასწავლდნენ, ისინი რაღაც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში და წამიყვანეს საარჩევნო უბანზე სოფლის. მახსოვს რომ ყველა გამოსული იყო, ანუ ყველა მიდიოდა არჩევნებზე, ისინი რაღაც ერთი ეპოქას, ასე ვთქვათ, საკუთარი ხელით მარხავდნენ და ძალიან დიდი იმედებით და ძალიან ესე ვთქვათ პოზიტიური განწყობებით იყვნენ აი ახალი თავისუფალი დამოუკიდებელი მომავლისთვის, ხო? მახსოვს, რა ვიცი, ზე პოპულარული იყო მაშინ ზუსტად გამსახურდია როგორც ამ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, როგორც ასე ვთქვათ, დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზამკვლევი, ასე აღიქვამდნენ, რომელსაც კარგი და ბედნიერი ცხოვრება უნდა მოეტანა. ანუ ეს განწყობები მიუხედავად ძალიან პატარა ასაკის, აი სიტყვების და რაღაც ასე ვთქვათ დიალოგების დონეზე მახსოვს მაგალითად სოფელში თქვე როგორ ამოიტანეს ამბროლაურიდან ახალგაზრდებმა, ბიჭებმა ამოიტანეს საქართველოს ეროვნული დროშა, სამფეროვანი დროშა, ძველი დროშა და ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, აი ტირიფის ხეზე დაამაგრეს, ავიდნენ ეს დროშა და მახსოვს ხალხი იყო შეკრებილი ბებიამ წამიყვანა აი ამ ამბის ასე ვთქვათ გაგებისთანავე რომ დროშა უნდა აღმართონ ხო ყველა სოფლებში აკეთებდნენ ამას როგორც ვიცი ახლა რა თქმა უნდა სხვაგან არ შევსწრები ვარ მაგრამ მე ის კონკრეტული ამბავი მახსოვს და თელი ესე ვთქვათ უბანი გამოფენილი იყო იქ და სადაც ეს დროშა აღმართეს და ეს მოხუცი ადამიანების სახეები თვალები მახსოვს რომლებიც მეორედ შეხვდნენ ცხოვრებაში უკვე აი ამ დროშას ანუ ადამიანები რომ მაშინ რა თქმა უნდა ამას ესე ზუსტად ვერ აღვიქვამდი მაგრამ სიტყვები მახსოვს დიალოგები მახსოვს მათი რომ ჟორდანიას და რამიშვილის დროშა მოიტანეს ნახეთ ადამიანები ამბობდნენ. ალბათ ეს ადამიანები იყვნენ დაახლოებით ახლა რო ვფიქრობ 90 წელს გადაშორებული, რომლებსაც ახსოვდათ თავიანთი პირადი მეხსიერებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხო? ანუ როგორც საბჭოთა რეჟიმი უწოდებდა შემდეგ მენშევიკების მთავრობა, ну ისინი როგორ აღიქვამდნენ ამას, ახლა მე ვერ ვიტყვი ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირი მახსოვს. არ ვიცი, შეიძლება ზოგიერთ მათგანს ქართულ არმიაშიც უმსახურია, ან საქართველოს თავდაცვით ომებში მიუღია მონაწილეობა და მე ეს ყველაფერი მათი თვალსაჩინოდან გაქრა ძალიან დიდი და მძიმე პროცესების კვალდაკვალ 20-ან 30-იან და შემდგომ წლებში და აი ცხოვრების დასასრულს ისინი ხვდებოდნენ ისევ იმას, რაც დააკარგა საქართველომ. ხო, ანუ ეს დროშა და სიმბოლიკა ყველაზე კარგად გამოხატავს და ყველაზე კარგად აღვივებს ამ ემოციებს, ხო, ადამიანებში და ნუ მე ეს მახსოვს, ანუ მაშინ ძალიან პრიმიტიულად აღვიქვი, შეიძლება, მაგრამ მე დროთა განმავლობაში როცა ამ ამბებს ვაკვირდებოდი, ხვდებოდი, ანუ და ვიხსენებ ამ ადამიანების სახეებს, სიტყვებს, რაღაც ხვდები, რომ ძალიან დიდი გავლენა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ანუ აქედან იწყება ჩემი მეხსიერება, შეიძლება თქვა რომ მთელი 90-იან წლებში ჩემი ბავშვობა იყო 2000-იანი წლები, შემდეგ, რა ვიცი, სტუდენტობის პერიოდი და ასე შემდეგ, რაც ძალიან დასამახსოვრებელი იყო, ანუ რეალურად 4 მთავრობის ჟაობას შევესწარი, ესე შეიძლება ითქვას პრიმიტიულად თუ ვიტყვით, გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილის და დღეს ივანიშვილის რეჟიმს პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ამ საუბარში რაც მინდა თქვა საკუთარი გამოცდილებით და შევადარო ამათი, ასე ვთქვათ, ანატომია, რომელიც ჩემი ხსიერებაშიც არის, როგორც ცალკე პერსონის თუ ასე ვთქვათ, ცოდნის მიღებით, რაც ამ წლების განმავლობაში მიიღია და გაანალიზება შეეძლო და ამის შედარებისთვის ყვები ამ ყველაფერს, ხო? ანუ არის ახლა თაობა არის, რომლებიც ყველაზე აქტიურები არიან, ყველაზე ბრძოლისუნარიანები არიან, თუმცა მათ არც სააკაშვილის ხელისუფლებაც კი არ ახსოვთ, ან არ დაიბადნენ, თორსა მათი მეხსიერება იწყება და ისინი გაიზარდნენ აი ამ ბოლო 13 წელიწადში, ანუ სადაც რუსული დომინაცია ივანიშვილის რუსული რეჟიმის და ბევრი რამის, ესე ვთქვათ, წაშლა და გადაფარვა შეძლო ამ სამწუხაროდ რუსული დიდი გამოცდილების გაზიარების ფონზე აი ამ რეჟიმმა და უბრალოდ და ესე ვთქვათ ამ ინსტრუქციების დონეზე რაც უკვე აღარ არის საიდუმლო ხო მე მახსოვს მაგალითად ის ძალიან ძიმე პერიოდის განწყობები რაც თან ახლდა მაგალითად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობას დაპირისპირებები ადამიანებს შორის როგორ შემოქონდათ მაგალითად დისონანსი სიძულვილის ენა როგორ შემოქონდათ აი პროვოკაციული ამბები თუ რიტორიკა გარკვეულ ადამიანებს რომლებიც ну არ სარგებლობდნენ ასე ვთქვათ საზოგადოებაში თემში თუ ასე შემდეგ ძალიან დიდი ავტორიტეტით და აუცილებლად აღიქმებოდნენ როგორც აი მთავრობის კაცი ან რა ვიცი ადმინისტრაციის რაღაც ჭანჭიკები ან რაღაც ესეთი პერსონები იყვნენ ესენი რომლებსაც რაღაც აკავშირებდათ იმ ახალდამყარებულ ესე ვთქვათ სამხედრო რეჟიმთან რაც ესე ვთქვათ რუსეთის ჩარევით დამყარდა მაშინ საქართველოში მე მაგალითად შემდეგ მახსოვს ეს პერიოდი ძალიან მძიმედ რა რომ ჩემი ოჯახის წევრი ერთ-ერთი სამხედრო ოფიცერი იყო ბიძა დედაჩემის ძმა რომელიც ეგრეთ წოდებულ გამსახურდიას გვარდიაში მსახურობდა, ну ესეთი ტერმინებით აღიქმებოდა მაშინ
ეს ასე ვთქვათ ინსტიტუციები და ბოლომდე იყო ასე ვთქვათ გამსახურდიასთან ეგრეთ წოდებულ ბუნკერში, შემდეგ როცა სომხეთში წავიდა გამსახურდია, როცა განდევნეს თბილისიდან ის წამოვიდა დასავლეთ საქართველოში და გარკვეული პერიოდის მანძილზე დევნიდნენ მას, ეძებდნენ. მეორე ჩემი ოჯახის ცოტა შორეული ნათესავი ეგრეთ წოდებულ კიტოვანის გვარდიაში მსახურობდა და ერთმანეთს ეძებდნენ ადამიანები, რომ დაეხოცათ. ხო, აი ესეთი მოცემულობა დადგა. ბაბუა ჩემი, მაგალითად დედაჩემის მამა მახსოვს მე რა ვიცი, რამის ხან რაღაც იუმორისტული ამბების სახით შემორჩა საოჯახო ისტორიაში, როგორ წამოვიდა საძებნად, როცა გაიარა ამ ძიმე პერიოდმა ბიძაჩემის საძებრად, როცა წამოვიდა თბილისში, როცა ეს ძალიან ძიმე დღეები იყო. ახლა ფაქტობრივად ეს ადამიანი ახლა რომელსაც სამწუხაროდ რამე ვერ გამოვკითხე 2007 წელს გარდაიცვალა, მოყვა ეს სრულიად შემთხვევით შვილის საძებნად წამოსული, ну მაშინ თავისთავად ხა ძნელი გასაგებია შეიძლება ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ну რაღაც გვახსოვს ალბათ ის პერიოდი, რომ ასე მობილურით ვერ დაურეკავდი, რა ვიცი, ვიდეოზარით ვერ დაელაპარაკებოდი ადამიანს და მესიჯს ვერ მისწერდი, ხო? ანუ სხვა დრო არის და სხვა ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, ბაზა არის მაშინ და წამოვიდა საძებნად. აქ ესე პრიმიტიული მეთოდი იყო ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებით და მოყვა იმ საშინელ დარბევებში, ხო? სადაც ახლა დღეს ვხედავ, როგორ ხრეტენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, კანონიერი პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, ხარდასაჭერად გამოსულ დემონსტრაციებს, აი იქ მოყვა სრულიად შემთხვევით ეს, ასე ვთქვათ, მოხუცი ასაკოვანი ადამიანი, რომელიც შვილის საძებნად წამოვიდა თბილისში და შემთხვევით გადარჩა, ხო? ანუ შემდეგ იხსენებდა, როგორ დახოცეს ადამიანები მის თვალწინ, როგორ გაასწრო თვითონ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ მე სხვა ამბები არის, ახლა ეს ბიძაჩემის მის ნათესავიც, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ აქ. შემდეგ აფხაზეთში ერთად ომობდნენ, ანუ დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში, იმიტომ რომ ოფიცრების ნაკლებობა იყო, როცა აფხაზეთში ომი იწყება და შემდეგ მახსოვს თელი, ასე ვთქვათ, პერიპეტიები, ცხოვრობდით ქუთაისის ავტოქარხნის აეროპორტთან და ასე ვთქვათ, საკუთარი თვალით უყურებდი, მაგალითად, აი აფხაზეთის ომს. ესო ხო შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ ყოველ დღე ხედავდი, როგორ მიდიოდნენ ჯარისკაცები. ყოველ დღე ვეძებდით, ვთქვათ, ბიძაჩემის ნაცნობებს, მეგობრებს, რომ მისი ამბავი გაგვეგო. ყოველ ღამე მივდიოდით აეროპორტში, ხო, სადაც პირველ თუ მეორე კლასში ვიყავი, სადაც ხედავდი აი ესეთ ასაკში უამრავ დაჭრილ, დახოცილ ადამიანებს, რომლებსაც ასე ვთქვათ, ფრენებით მოასვენებდნენ ქუთაისში და შემდეგ ალბათ ოჯახებში გადაასვენებდნენ და ამ ყველაფერმა გაიარა, ხო, ჩემ თვალწინ გაიარა 90-იანი წლების ძალიან ძიმე პერიოდმა ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ ამ პერიოდებს, გამსახურდიას პერიოდს, შევარდნაძის პერიოდს, უკვე გვიანდელ პერიოდს, სააკაშვილის პერიოდს გავიხსენებ და ახლა ერთმანეთს შევადარებ, მიუხედავად ძალიან, ესე ვთქვათ, დიდი განსხვავებებისა, მართვის სტილი იქნებოდა ეს პერსონალური, ესე ვთქვათ, მათი გამოცდილებები თუ ასე შემდეგ, ჩემ მეხსიერებაში ყოველთვის ჩანს ერთი რამ, რომ საქართველო არის რუსეთის მოწინააღმდეგე, ანუ ბუნებრივად არ შეესაბამება ეს ორი, ესე ვთქვათ, მოცემულობა ერთმანეთს საქართველო და რუსეთი, გამსახურდია დაიღუპა რუსულ ძალებთან დაპირისპირებაში, შევარდნაძე 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად უპირისპირდება რუსეთს, ესეთი პოლიტიკა აქვს მას და ნატოს კარზე აკაკუნებს. მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ის აკაკუნებს ნატოს კარზე, რომ უნდა გავიდეს ნავთობსადენი, ჩვენ უნდა დაუკავშირდეთ ევროპას, სტამბულის სამიტი, ევროსაბჭოში მიღება და ეს ყველაფერი იყო რაღაც აი ხაზი ერთგვარი ჩემი ბავშვობის მეხსიერებიდან, ну მარტივი ძალიან პრიმიტიული საინფორმაციო საშუალებებიდან, როცა ტელევიზორს უყურებდი, როცა მამაჩემი როცა გაზეთებს მოიტანდა და ბავშვებიც კითხულობდით სახში, იმიტომ რომ სხვა არანაირი, ესე ვთქვათ, ყურადღების გადატანის საშუალება არ იყო, ხო? არაფერი არ არსებობდა მაშინ, რითაც ბავშვი შეიძლება გაერთოს და ну მით უმეტეს, როცა სახში წიგნი არის, გაზეთი არის, ბავშვიც კითხულობს. აი ყველგან ერთი ხაზი მიყვებოდა აი სამი ხელისუფლების პირობებში, გამსახურდია შევარდნაძე, სააკაშვილი, სულ მახსოვს, რომ რუსეთთან ვარ დაპირისპირებული, იმიტომ რომ რუსეთი ცდილობს ჩვენ განადგურებას და მივდივართ ევროპისკენ. ანუ რაღაც ესეთი მცირე ნაბიჯებით მერე უკვე ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს ფაქტობრივად ძალიან გრანდიოზულ მოვლენებში გადაიზარდა და ფაქტობრივად, რა ვიცი, პირდაპირ ზეწოლა იყო მახსოვს აი ჩვენი მხრიდან, ასე ხო, ევროპულ საზოგადოებაზე და პოლიტიკურ ელიტაზე, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მიიღონ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში გაწევრიანება, მაპი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა, რომ რუსეთმა ჩვენ არ შეგვჭამოს, არ ჩაკლაპოს.
ეს არის ერთ-ერთი ხსნა და ანუ ცივილიზაციაც ვალდებულია შეიძლება წყალებში თქვა ჩასვა ეს მისი ვალდებულება არის რომ საქართველოს გადაარჩინოს აი ამ დიდი მონსტრისგან რუსეთისგან ხო მიუხედავად ახლა ნუ რა თქმა უნდა გამსახურდია თავისთავად აღიქმება ფართო საზოგადოების თვალში რომ რუსეთის მოწინააღმდეგე და რუსეთთან მებრძოლი მაგრამ აი შევარდნაძის პერიოდიც კი მეორე ნახევარი ალბათ 90-იან წლების როცა მახსოვს მე აქაც ფაქტობრივად იდენტური მიუხედავად იმისა რომ ის რუსეთიდან ესეთ ორგანიზებული პუტჩის და სისხლიანი მოვლენის საშუალებით მოვიდა ხელისუფლებაში შემდეგ ეს იცვლება ანუ ძალიან სწრაფი და მეთოდური ნაბიჯებით მიდის ესე ვთქვათ რაღაც ევროპული საზოგადოების და პოლიტიკური ესე ვთქვათ სივრცისკენ დასაახლოებლად ხო ნუ ამაზე ახლა საუბარი აღარ არის ვარდების რევოლუციის შემდეგ რამხელა მასშტაბები მიიღო ამან და ანუ ამ ხრივ ეს ერთგვაროვანი არის რაღაც სწორხაზოვნად ვითარდება აქ მოვლენები და დღეს გადასახედიდან როცა უყურებ ხვდები რომ ეს მიუხედავად განსხვავებებისა შეცდომებისა თუ ასე შემდეგ ანუ საქართველოს ეროვნულ ძირითად მიზანს მაინც ესე ვთქვათ, წყობრად ემსახურებოდა ის ხელისუფლებები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იყვნენ, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან დრამატულად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ, ანუ ახლა ხშირად ქართული ოცნების რეჟიმი манипуლირებს იმით, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ან რაღაც მსგავსი თემებით манипуლირებს, თუმცა ეს სრული ინერცია, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინერცია იყო, ხო? აი ძველი, ესე ვთქვათ, ხელისუფლებების გაკეთებული საქმეების, რომლებიც დაპირისპირებული იყვნენ რუსეთთან, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არა აქვს საქართველოს თუ უნდა რომ თავი დააღწიოს ერთხელ დასამუდამოდ რუსეთის გავლენას და ესე მცირე, ესე ვთქვათ, შეძლების დაგვარი ნაბიჯებით მიდიოდნენ ევროპული საზოგადოებისკენ და ევროპული პოლიტიკური სივრცისკენ დასაახლებლად. ხო, ანუ ეს ყველაფერი ამოყირავდა რეალურად შემდეგ უკვე 2012 წლიდან და სამწუხარო რა არის, აი, როცა გამოჩნდა ეს პოლიტიკური ძალა, თავისთავად ის თავის საკომუნიკაციო ენაში ხშირად იყენებდა ისეთ რაღაცებს, რომ მარტივი მისახვედრი უნდა ყოფილიყო ალბათ საზოგადოებისთვის, რომელიც იმ გამოცდილებებს გაითვალისწინებდა რას თუნდაც მისი მეხსიერების ფარგლებში იყო, რომ ძალიან ცუდ რამეს დამართებდნენ ამ ქვეყანას, თუმცა სამწუხაროდ თავის მოტყუება ამჯობინა ჩვენი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, შეიძლება ნახევარზე მეტმაც და ყველაზე მძიმედ რაც მახსოვს იყო რა, რომ 2012 წელს, როდესაც ეს ესე ვთქვათ რუსული რეჟიმი მოდის ხელისუფლებაში, ადამიანები ზოგი პროვოკაციულად, ზოგი ძალიან გულუბრყილად კითხულობდნენ, სად არის რუსეთი, ხო? აი სად არის რუსეთი? და აი რუსეთი უკვე აქ არის, ხო, ფაქტია, ყოველი ნაბიჯი დღევანდელი რუსული რეჟიმის კატასტროფისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას. ამიტომ საკუთარი მეხსიერებით რაც მახსოვს, აი ახლა ხო, აი ამიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, ფაქტობრივად პირველი დღიდანვე მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე ეს პოლიტიკური მოვლენები, რომელიც აი ჩვენ კისერზე გადადიოდა, ხო, ძალიან ძიმე შეიძლება პერიოდები იყო, მაგრამ მეხსიერებაში ყოველთვის არის ჩარჩენილი რომ რა მიდის სწორად და რა კეთდება სწორად აი ამ თუნდაც სხვადასხვა პერიოდებში და რა არის ესე ვთქვათ სწორხაზოვნად და შეუცვლელად განვითარებადი პროექტი, ხო? ანუ ესეთი პროექტი იყო საქართველოს ევროპეიზაციის პროექტი. ნუ დღეს ახლა არა მარტო დღეს უკვე 10 წლეულზე მეტია, შეიძლება მეთოდურად ხდება აი ამ ისტორიული გზიდან გადაგდება საქართველოს სახელმწიფოსი თუ არსებობს სახელმწიფო, რა ვიცი, ესეც უკვე პირობით იცნება ქართული საზოგადოების და რა ვიცი, მის საუკეთესო ნაწილის, ხო, რომელსაც რაღაც გაუკეთებია ამ გზაზე, მყარი ნაბიჯებით სიარულისთვის, ხო? და ამ თვალსაზრისით რომ შევადაროთ, ალბათ მომავლის ისტორიკოსი, რომელიც ამ პერიოდებში შეისწავლის 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩათვლის ჩვეულებრივად სამხედრო ოკუპაციის დღედ. იმიტომ რომ რუს პროპაგანდისტებს აქვთ ნათქვამი, თუ 2008 წელს თბილისში შევიდოდნენ, ამაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერც კი ინატრებდნენ საქართველოში. ალბათ მომავლისთვის 1921 წლის 25 თებერვალი და 2012 წლის 1 ოქტომბერი ფაქტობრივად იდენტური ცნებები გახდება ისტორიის სახელმძღვანელოებში, იმიტომ რომ ამაზე უკვე იმ საზოგადოების იმ ნაწილში მაინც ვინც გათვითცნობიერებულია ჩვენ იმ პოლიტიკურ პროცესებში რაც საქართველოში თუნდაც დღეს მიმდინარეობს და ცოტა ესე ვთქვათ შორეულ წარსულზე არ გადავიდეთ, ალბათ ორი აზრი აღარ არსებობს. ხო, ანუ რა არის გამოსავალი, ხო, ანუ ეს მეხსიერება, ვისაც გვაქვს აი ამ პერიოდების, შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობაც არის, იმიტომ რომ საკუთარ კისერზე გადაგვიტანია ეს ამბები, მაგრამ ის თაობა, რომელიც ეხლა მოდის და რომელსაც არ ახსოვს ეს მოვლენები და ყველაზე ბრძოლისუნარიანი არის და ყველაზე მოტივირებული არის, რომ მათ მოუყვეთ ეს ყველაფერი, ხო? ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ვინც ცუდი ეკონომიკური მდგომარეობის გამო თუ კრიმინალის თუ 1000 უბედურების რასტრიალებდა იმ პერიოდში ამის ბავშვობა დავკარგეთ, ხო რაღაც ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ ადამიანს. მაგრამ უთხრათ ისიც პირველ რიგში, რომ საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ
ეროვნული ინტერესები როგორ მუშაობდა, როგორ მოხდა ამ ეროვნული ინტერესების, ასე ვთქვათ, განადგურება, ახლა ხო პირდაპირ მნიშვნელობით, რაც ნომერ პირველი არის რა საქართველოს ეროვნული ინტერესებში, რომ თავი დააღწიოს რუსეთს და გახდეს ევროპული საზოგადოების ნაწილი. ხო, ახლა დღეს ეს უკვე ასე ვთქვათ, სამთავრობო არალეგიტიმური მთავრობის პროპაგანდაში, ვიდრე ლეგიტიმაციაც ჰქონდათ მანამდეც, წამყვანი თემაა, რომ როგორმე მოხდეს ევროპის დისკრედიტაცია და როგორმე დაუახლოვდეს ისე პირდაპირ დვირიგი გზებით საქართველოს რუსულ სივრცეს. ხო, ანუ ეს არის კატასტროფა არის და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გზა შემოbrunდეს უკან და ეს ხაზი გაგრძელდეს. ანუ ეს იქნება ძალიან დიდი შავი ხვრელი ჩვენს ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული იმ დღემდე, ვიდრე ქართული ოცნების რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, რომელმაც საქართველოს ააცდინა ამ თავის ისტორიულ გზას და გადარჩენის გზას, რომელიც არის უალტერნატივო.